და უცნაური კი არა, იშვიათი სახელიცა, მე მგონი არავის არ ქვია ჩემ გარდა, საიდან მოიტანეს, მატრაკეცა მეგრელების ესაა სუფთად. ჩემ დედა ჩემს ყოლია დაქალი რაღაცა და აი ეს კითხულობდნენ რაღაც სიკნებს და ბერტა. დამბარქვის ბერტა, რატო, საიდან მოიტანეს, რატო ამდენი ქართული სახელებია? შემრჩა და რა ვქნა ახლა ვარ ბერტა და ბერტა ხაფავა ძალიან ბევრი რამით იყო გამორჩეული. ჯერ ერთი იყო არაჩვეულებრივად მოკრძალებული ადამიანი. იყო თავმდაბალი და არ ქონდა აი ეს თეატრისთვის დამახასიათებელი ესეთი დივა მსახიობებისთვის დამახასიათებელი თვისებები, ინტრიგების ხლართვა და რაღაცა როლებისთვის ბრძოლა და ესეთი თვისებები მისთვის იყო აბსოლუტურად უცხო. ის თვლიდა, რომ მუშაობდა საბავშვო თეატრში, სადაც თამაშობდა როგორც საბავშვო სპექტაკლებს, ასევე საუფროსო სპექტაკლებს და იყო არაჩვეულებრივი მსახიობი. გამორჩეული იყო თუნდაც იმით, რომ ერქვა ისეთი სახელი, რომელიც არ ქვია არავის. როდესაც გორიდან ჩამოვიდა კაპიტანი ბერტა ხაფავა და დაიწყო მუშაობა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, აი ესე თამაშობდა ბიჭებს, თხებს, კატას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უცებ ღვთისმადლით და მისდა საბედნიეროდ თეატრში მოვიდა სპექტაკლის დასადგმად ნანა ხატისკაცი, რომელსაც მიიწვია მერი პოპინსის როლს. და აი მაშინ მოხდა რაღაცა უცნაური პირდაპირ აფეთქება, პირდაპირ აღმოჩნდა, რომ ეს ქალი არის უნიჭიერესი ადამიანი, ცეკვავს, ბღერით დაფრინავს. და მთელი ქალაქი იყო ამითი მოცული. აი გარწმუნებთ, რომ შეუძლებელი იყო ბილეთის ყიდვა, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენჯერმე უნდოდა ადამიანებს მისვლა და ნახვა და აღფრთოვანებული იყო მთელი საზოგადოება, თეატრალური საზოგადოება, არათეატრალური საზოგადოება, უბრალოდ მოყვარული ყველანი. გაგიჟებით დავდიოდი და უკვე ერთხელ და ორჯერ კი არ გვინდოდა გვენაღ, რამდენჯერმე გვინდოდა გვენაღ და ეს ქალი დაინახეს, ეს მსახიობი დაინახეს. იდგმევა რაღაცა, მოდის ნანა ხატისკაცი აკეთებს და გოგოები ქვეყნის მომღერლები მართლა რომ კარგად ღერიან, სულ ყველა აფორიაქებულები არიან, რომ სულ ყველას გონია რომ მერი პოპინსია, ჩემ გარდა რა თქმა უნდა. ნანა ხატისკაცი მეძახის, აი როგორ მახსოვს ფოიეში და ბერტაო მინდაო შემოგთავაზეო მერი პოპინსის როლი თვალები და ты всё можешь. ეს იყო ჯადოსნური მართლა მერი პოპინსის სიტყვები. ნანა ხატისკაცი იყო ჩემთვის როგორც მერი პოპინსი იყო იმ ბავშვებისთვის. სცენიდან აქეთ კუთხიდან იქით კუთხავდი ამ თოკით ვფრინავდი. აი ესე მივდიოდი, მოვდიოდი. აი ესე იმითი სუფთა ფრენა იყო. ზონდიკი ცალი ხელი ცალხელში ეძვი და ესე დავფრინავდი. მისი სამსახიობო კარიერა და ასე ვთქვათ დასაწყისი მისი გზის არ იყო ისეთი ადვილი. რადგან ბერტა ხაფავა დაიბადა და გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც არავინ არ იყო ხელოვანი, მის გარშემო იყვნენ სულ იურისტები და ცხადია, რაღაც გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა ოჯახში, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ სამსახიობოზე უნდა ჩაებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში, მაშინ ჯერ კიდევ ინსტიტუტი იყო. და მის პროფესიას და მის საქმიანობას, ასე ვთქვათ, მრავალი წლის განმავლობაში მაინც რაღაცა ისე სკეპტიკურად უყურებდნენ ხოლმე. და ცოტა იწვის თვალით უყურებდნენ ხოლმე ოჯახის წევრები და თვითონ იხსენებდა, რომ როდესაც მერი პოპინსი ვითამაშა, უკვე საკმაოდ გამოცდილი მსახიობი იყო, მრავალი წელი მუშაობდა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. აი, როდესაც მერი პოპინსი ითამაშა და მამამისი მივიდა
მერი პოპინსის სანახავად, აი მაშინ რაღაცა გარკვეულწილად აღიარა მამამ ის როგორც პროფესიონალი, ისეთი შემდგარი მსახიობი და როგორც ჩანს ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამანიშვილის დედიდაცვალში. ცხოვრებისგან გადახდა. შეიძლება როდესღაც ლამაზი ქალი იყო. შეიძლება. იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ლამაზი კაცის ცოლი, ხო? შესაძლებელია რომ ისიც ასეთი კარგი იყო, მაგრამ ცხოვრებამ გაალახა და აქცია იმათ რა გამხდარი. ოჯახისთვის და შვილებისთვის გადაგებული 1000-ნაირი ფიქრებით ახსილი. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში აი ამ ოჯახის ბურჯი. აი ეს გამხდარი გალეული კალი არის ოჯახის ბურჯი. და აი ეს მიყვარდა განსაკუთრებით ბერტა ხათფავის შემოქმედებაში, მას შეძლო განზოგადოება გაეკეთებინა. ერთი ქალის, ერთი პერსონაჟის მეშვეობით ეჩვენებინა მთელი მისი თაობის სატკივარი. ბერტა ხაფა იყო ბრწყინვალე ქართველი მსახიობი. აი როგორც არავის არ გავს მისი სახელი და გვარის წყობა. ბერტა ხაფა, აი ასე არავინ არ გავდა და არავის არ გავდა ბერტას შემოქმედება არც თეატრში და არც კინოში. აი რაღაცა თვით დაყოლილი, თან დაყოლილი ინტუიტიური განცდა ჰქონდა. კინოში ძალიან კინოხერხით მუშაობდა და თეატრში ძალიან თეატრალური იყო ამ სიტყვის ძალიან მრთხილი და საუკეთესო გაგებით. იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც გიგა ლორთქიფანიძემ ხელმეორედ დადგა უკვე მოზარდში, ბებია ილიკო და ილარიონი, წარმოგიდგენთ, მარჯანიშვილში დადგა, თამაშობდა სესილია და უცბად დადგა მოზარდში და ბებიას როლი მისცა ბერტას. და სულ მქონდა განცდა, რომ აი ვერელი ბერტა როგორ ითამაშებდა გურულ ოლღა ბებიას. იცით რა არაჩვეულებრივი იყო. აი ბრწყინვალე ტრიო ჰქონდათ რეზო თავართქილაძეს, იქ ლადო მექვაბიშვილი იყო, არაჩვეულებრივი ანსამბლი იყო, მაგრამ ნუ თვითონ ბერტა იყო რაღაცა აი განსაკუთრებული და გამორჩეული, სრულიად განსხვავებული სესილიასგან, გურული ატმოსფეროთი და ძალიან თანამედროვე არსით, მისი სამსახიობო ყოფით. აი ბერტა რაღაცა მოძველებული, პათეტიკური, ყალბი, არასოდეს ცუდ სპექტაკლშიც კარგი იყო ყოველთვის. შენც მოდი აქნეს. მე სერგიოსთან უნდა დავჭიდე. გოგი, შეუდგეთ. მე ვფიქრობ, რომ ბერტა ხაფავას ჰქონდა არაჩვეულებრივი თეატრალური ალღო და რაღაცნაირი აი ინტუიცია ჰქონდა არტისტული და რაღაცებს, რა თქმა უნდა, გონებით მიდიოდა რაღაც როლების გახსნისკენ, ასე ვთქვათ, მაგრამ მას ასევე ჰქონდა ეს არაჩვეულებრივი ინტუიცია, რომელიც ეხმარებოდა კინოში თუ თეატრში. მას შეეძლო თანაბარი წარმატებით ეთამაშა მერი პოპინსი, კლდიაშვილის პერსონაჟები, თუნდაც შალვა გაწერილია სპექტაკლებში, ასევე ელდარ შენგელაიასთან მისი ერთ-ერთი პირველი კინოროლი იყო სამანიშვილის დედინაცვალში და როგორც თვითონ იხსენებდა, საშინლად ღელავდა, ნერვიულობდა, მაგრამ ელდარ შენგელაიას მერე მას მოუწია ისეთ რეჟისორებთან თამაში, როგორც იყო მაგალითად თენგიზ აბულაძე არაჩვეულებრივ ფილმში ნატრის ხეში არის გადაღებული ბერტა ხაფავა, შემდეგ გიორგი შენგელაიასთან ესეთი ეპოქალური ფილმი სიყვარული ყველას უნდა. დაიღო. ვაიმე, კოლაუ, მოდი კაცო, კი მე მომიხუტე ვერა გადავარდები. მოდი კაცო და მოდი. კი მე მოგიყუდო? ნაცაცაც მოგდა ნაცაცაც. მადლობთ. მობრუნდი კოლა. მურაბა მიდგა სამურაბე დასტი და კოლა. ნირაც აქვს ნანახი და რამაც განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება მოხდინა, ეს არის კაკანოს როლი სპექტაკლიდან მე ვხედავ მზეს. მე არასოდეს
არ მქონია შემთხვევა, როდესაც მე სპექტაკლს დავესწარი და ამ სცენის შემდეგ ტაში არ იყო სარბაში. და ისეთი შესრულებულები არიან ერთმანეთთან ეს ორი მსახიობი, კაკადო და მისი მეუღლის სხვადასხვა როლები, სხვადასხვა ადამიანები ასრულებენ, მაგრამ ის თითქმის არასოდეს არ იცვლება. ტრაგიკულია ქალი, რომელიც ელოდება შვილებს, რომელიც ლოცვად და მოლოდინად არის ქცეული. არაფერი მეტი არ აინტერესებს გარდა იმისა, რომ ეს ორი მისი შვილი, ეს ორი მისი ტყუპი როგორმე გადაარჩინოს ღმერთმა. გოგი, გადი შენც. ქალია მაინც გარეშე ესე არ მოერიდოს. შეიძლება ბატონო? მობრძანდით. სახელი თქვენ? რისი ბატონო? თქვენი ქალბატონო. ჩემი ბერიგო. სასიამოვნოა. გაიხადეთ. რა ბრძანეთ ბატონო? გაშიშულდეთ. ასე უცებ. ნუ გერიდებთ. გაიხადეთ. აქვე? დიახ. დღეს არ არა. ძალიან მთხოვნ. ნუ გერიდებთ. გაიხადეთ. აი ასე. დღეს არ არა. ძალიან მთხოვნ. დღეს არ შემიძლია. ქალბატონო, გაწყნარეთ. გაში. გოგი. გოგი. გოგი? გოგი? რა მოგივიდეთ, ქალბატონო? რამ გაგიჟდა ეს ქალი. გოგი, დააწყნარეთ, გოგი. ნიშადური, გოგი. გოგი, ნიშადური, გოგი. ორი სცენა, ორი სხვადასხვა ფილმიდან მე განსაკუთრებულად მახსოვს. ერთი არის ვალსი ბეჩორაზე, სადაც იქ გადასახლებული ქალის როლს თამაშობს. როლს კი არ თამაშობს, ეპიზოდს თამაშობს. და აი ამ ერთი ეპიზოდში ჩანს ყველა იმ ქალის სატკივარი, რომელიც 27 წელს გადაასახლეს, ზოგი დაბრუნდა და ზოგი არ დაბრუნდა, ზოგი შვილის გადაუსახლეს და მერე ანდა დაუხრდეს, ქმარი დაუხრდეს. აი ყველა იმ ქალის ერთი წამი ჩანს, ну რამდენიმე წამი ჩანს ეკრანზე. და მეორე ეს არის რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხები. როდესაც ორჯერ აღებს კარს და ორჯერ მარტო სახე ჩანს მისი. მარტო სული, გამწარებული, გაუბედურებული, თვითონაც დამნაშავე ამაში, რომ მარტო არის. იმიტომ არავისთან არ უნდა რომ არავის არ უზიარებს თავის არც ტკივილს და არც პრობლემებს. არასოდეს არავიზე ცუც არ იტყო და ძალიან პირდაპირი იყო, აი როცა მოხდა ძალიან ცუდი ამბავი, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გამოუშვეს მსახიობები და მათ შორის ბერტაც. მახსოვს დიდი კრება ჩატარდა თეატრალურ საზოგადოებაში გიგა ლორთქიფანიძის ოთახში, გიგამ დატოვა თეატრი სოლიდარობის ნიშნად და ზაზა პაპუაშვილის ფრაზა მახსოვს, რომ როგორ შეიძლება ბერტა ხაფავა რომ არ ყავდეს, უნდა გამოიგონო და ყავს და თეატრიდან უშვებო. აი ეს ისე დამამახსოვრდა ზაზას ნათქვამი ეს ფრაზა. არ ვიცი, ის იყო აი ვარსკვლავი, თავისი არსით სცენაზე იყო მნიშვნელოვანი. აი ბერტა რომ გამოჩნდებოდა, იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო რაღაცა ხარისხის საუკეთესო ნიშანი, რომელიც ყველაზე რთული და ყველაზე ძნელად გულის მოსაგები მაყურებლისთვის, ბავშვებისთვის და დიდებისთვისაც მუშაობდა თეატრში. თუ მეც უთფერზე შემოვედი ამ ოჯახში და მას მე აღარავინ ეკარებდა ქაურობას. რატომ ამბობს შვილო მაგნაირ რამეს, რატომ?
არა თუ ესენი ვინ არიან? ერთი ნესტორ პურაშვილია და მეორე ტაბიძის მაცული. სულ ვეღარ ვიცანი, საჩი ხთუმიან ერთმანეთს. მაგენი კი იბოვიან ერთმანეთს. ნაკეიფრები მოდიან საღაციდან უსათუოდ. ირინე ჩემო, შეეგებე სტუმრებს და ქმარს. ვიქტორ ჩემო, თვალი მიაყოლე, რარი გადმოეულშება, სახე ჩემა ბესალოს, არ იქნება შუბლი გახსნას ირინე შემხედვარებს. ნეტავი დროს მაინც გაელო, რაც მაგათ ყაჯვარი დაიწე. ზე პროფესიონალი აი თავის ასაკს მაინც ვფიქრობ რომ ძირითადად მიყვებათ ეს დისციპლინირებული არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა სპექტაკლამდე 1 საათით ადრე მიუხედავად იმისა რომ მეორე მოქმედებაში მოდიოდა სულ ხედავდი ადრე მოდიოდა ტექსტს თავისით გადიოდა მე გრიმი აუცილებლად ჩამოდიოდა სანამ პირველი მოქმედება დამთავრდებოდა კულში იჯდა გვიყურებდა მთელი აი დაახლოებით 20 წუთი მაინც იყო ხოლმე სანამ დამთავრდებოდა პირველი მოქმედება აუცილებლად გავივლიდით პირველი მოქმედების მერე ტექსტს აუცილებლად ისე არ შემოვიდოდა რა სცენაზე რომ ტექსტი არ გაგვევლო იმიტომ არა ოღონდ რომ ანუ ტექსტი დაავიწყდა ან ავიწყდებოდა ან რაღაც არა იმიტომ რომ აი ეს მისი წესი იყო მართალი არტისტი როგორც სცენაზე ისე კამერებთან მე სულ ამას ვამბობ იმიტომ რომ როდესაც დიფერენციაცია ხდება კინოს მსახიობი თეატრის მსახიობი სულ მივდივარ ერთ დასკვნამდე სადაც მართალია აი მართლა გრძნობს და არის ორგანული ყველგან გამარჯვებულია შემოქმედი ესე რომ ვთქვა ვერტასთან აი სამანიშვილის დედინაცვალში აი როგორ თამაშობს, აი რა ნიუანსები აქვს, აი როგორ მეტყველებს, როგორ აზროვნებს. და ეს ყველაფერი აისახება მის თვალებში, მის სახეზე. ნუ სიყვარული ყველას უნდა, ყველამ ვიცით, აი იქ როგორი სხვადასხვა ფერი შემოდის, ხო? ანუ მას შეეძლო როგორც კომედიური ჟანრის ამპლუის გმირები მოერგო და ასევე ეს სრული ტრაგედია. მოდის ამოჭამს ამ ალუბლებს ჩამოწუწავ და წავა. და ახალგაზრდები არიან, დაჭიქრე ჭამდა. ძალიან გაინტერესებთ ვარ კეთილშია და გადავდივარ დღეს. აღავიდა თქვენთან ცხოვრება. ქალბატონ ბერტასთან, ბერტა ხაფავასთან მე მქონდა ბედნიერება პროფესიული შეხების ფილმში ჩემი ბედნიერი ოჯახი, რომელიც გადაიღო ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა. იმდენად სიახლოვეში შევედით და იმდენად პერსონაჟებიდან გამომდინარე, რომ თან მეფერებოდა ქალბატონი ბერტა და თან სულ მეჩხუბებოდა. როგორც არის ფილმში, ანუ მზრუნველი დედა, ოღონდ სულ უკმაყოფილო. ძალიან თბილი დამოკიდებულება გქონდა, ასე ვთქვათ, კადრს მიღმა, როცა ვისვენებდით, ან რაღაცა სადილი გქონდა. მაგრამ იყო ესეთი თავისებური ხასიათის. თუ რამე არ მოსწონდა, იმას ესე გამოხატავდა და საკმაოდ მკაცრათაც და ცოტა ჯუჯღუნით შეეძლო. მაგრამ უსამართლოდ არა, სიმართლეს იძახდა, მაგრამ ხო არის ხოლმე, აი ვთქვათ, რაღაცა იცი, მაგრამ არ იძახი, მაგრამ ქალბატონ ბერტას ჰქონდა ეს ხასიათი, რომ იგი მართალი იყო და ამ სიმართლეს პირდაპირ იძახდა. პირდაპირ ადამიანი იყო. სიმართლის მთქმელი შეიძლება გულზე მოსახვედრად, მაგრამ იყო ესეთი. ჩემ ფილმებს ადრე ვერ უყურებდი. ეხლა უკვე რა ისა უყურებ სულ როგორც სხვას იქ. მე ბებერი ქალი ახალგაზრდა გოგოს უყურებ. სხვა არის მე არა ვარ. შენიშვნის მოცემა არ იცოდა. უბრალოდ რაღაცას ისე გეტყოდა, რომ მიხვდებოდი, რომ შენიშვნა იყო, ან რაღაცა შენთვის სასიკეთოდ, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, სამსახიობო ოსტატობაში უფრო მეტად გარკვეულიყავი იმ წუთას მოცემული მომენტში. გარდა ამისა, ნუ ეს ერთი ფილმი გვაკავშირებდა ქალბატონ ბერტასთან, მე პირადად მაკავშირებდა, მაგრამ მანამდე, რა თქმა უნდა, ვიცოდი ჯერ მისი კინოროლები და
მისი ახალგაზრდობის როლები, არაჩვეულებრივი სახასიათო და დასამახსოვრებელი, გადამდები როლები. ძალიან წუხარ რომ შეგაწუხეთ. რას ბრძანებთ, რა შეწუხება? მადლობთ, მე არაფერი არ მჭირდება. კი, მაგრამ ქალბატონო, ხომ გითხარით რომ მე არაფერი არ მჭირდება? დამანებეთ თავი. ყველამ თავი დამანებეთ. დამანებეთ. მე რაც მოვედი თეატრში მინდა გითხრათ რომ ქალბატონ ბერტა პირველ წლებში ძალიან აქტიურად იყო დაკავებული იმიტომ რომ მან ითამაშა ქალბატონ მედეასთან კუჭუხიძესთან პატარძლის სამორჩევაში ითამაშა ბატონ ოთართან მეფელირი თავშესაფარში აღდგენილ კუკარაჩაში ითამაშა კარებს აჯახუნებენ მაია ჩართოლანის სპექტაკლი და მე მქონდა ბედნიერება ერთადერთ სპექტაკლში შევხვედროდი მას ეს იყო მე ვხედავ მზეს მერე კიდევ იყო მცდელობა მაგრამ უკვე შეუძლოთ იყო და მე მახსოვს გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ის ხელშეკრულების დასადებად რომ მოვიდა რაღაცა ისე იყო რომ 6 თვე აღარ იყო თეატრში ფაქტიურად სპექტაკლებში არ იყო და მე რო დაუძახე რო ხელშეკრულებაზე და მისმა დამ ქალბატონმა მზია მოიყვანა და იყო ბედნიერი იმით რომ თეატრს არც დავიწყებია და არც უფიქრია მიუხედავად მისი ასეთი მდგომარეობისა რომ ის გაეშვათ პენსიაში იმიტომ რომ ბერტა ხაფავა მე ვფიქრობ რომ არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთი ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი და ეს არის სწორედ ამ თეატრიდან აღმოცენებული შემდეგ ქართულ კინემატოგრაფში, იმიტომ რომ მთელი ის ფილმები, რა ფილმებშიც ის არის, გოდერძი ჩოხელის თუ გიორგი შენგელაიას თუ ბატონი ელდარის სამანიშვილი ვახსენეთ, ეს ყველაფერი არის გამოწვეული სწორედ იმ სპექტაკლებიდან და განსაკუთრებით მერი პოპინსიდან, რომელიც მან მოზარდ მაყურებელთა თეატრში ითამაშა. კიბებზე ესე რომ ვთქვათ, დავეჯახე და ვთამაშობდი კატას თავისი გრიმით ვარ ამბით და დავეჯახე და გამომხედა. ცოტა ისეთი იყო, აი მკაცრი იერით, თუმცა მკაცრი შინაგანად არ იყო, ნუ ჩემთან არ იყო, სხვასთან არ ვიცი რა იყო. და დავეჯახე და ძალიან დიდი ბოდიში და მაპატიეთ და რამე ხوره გატკინეთ მთელი ამბავი ჩავატარე მეტანიებით და ამით და გამომხედა და შენ ვინ ხარო და მე კატა ვარ თქო რა კატა მსახიობი ვიყარო მეთქი მე ახალი ვარ ხატია მე ვქართ კარგი წადია ეს იყო პირველი შეხვედრა და მეთქი ვაიმე ეს რა კაცრი ადამიანია ალბათ გამარჯვებას ვერ ეტყვი მეორეჯერ და ვემარლებოდი რაღაც პერიოდი საერთოდ არ მინდოდა რომ შევხვედროდი და მოკლედ განაწილდა მივხედავ მზეს, სადაც ვარ ხატია, ქალბატონი ბერტა არის კაკანო და დავიწყეთ რეპეტიცია და მაგრად მეშინია პირველი შეხვედრის სამაგიდოა და სხედვართ შემოვიდა ქალბატონი ბერტა და პაუზა. კატა გყავს აქ? მეთქი ბოდიში კიდე ერთხელ. სულ მიმართავდი ხოლმე ქალბატონო ბერტა და სულ ქონდა პროტესტი სხვათა შორის, რომ ეს ქალბატონო რა არის, ანუ ბებია ვარ, მე ძახდა და მე რა თქმა უნდა მაინც ქალბატონო ბერტათი მიმართავდი, რა არ შემეძლო ბერტათი ვერანაირად ვერ მიმართავდი ამ ყნის კალს. ერთადერთი აი მძაფრად რაც მახსოვს რჩევადარიგებასავით რო ვთქვა არის საგრიმიოროში ვარ გრიმს მიკეთებენ და შემოდის ქალბატონი ბერტა და ავდექი, ანუ პროცესში ვარ და ავდექი, რომ დაბრძანდით თქო და მეუბნება რომ შენ მსახიობი ხარ, შენი სტატუსი იცოდეო. როცა დაამთავრებ, მე დაჯდება სხვა მსახიობი. რაც უნდა ღმერთს ყველაფერი მომცა. რაც არ უნდა და იმასაც არ უნდა და არც მე ალბათ.